სოხუმი არის ჩემი ბავშვობა. დაახლოებით 13-14 წლის ვიყავი, როდესაც დავკარგეთ დროებით. მე ასე მჯერა, რომ დროებით. თბილისში გავიზარდე, სკოლა, ინსტიტუტი, ყველაფერი, რა თქმა უნდა, აქ გავიარე. დედაჩემის მხარე, ბებია, ბაბუა და დედაჩემის მთელი ოჯახი ცხოვრობდა სოხუმში და ბუნებრივია, დედა, როდესაც ორსულად იყო ჩემზე, წავიდა დედამისთან თბილისიდან, ჩავიდა და მე გავჩნდი სოხუმში სანაპიროზე, ულამაზეს სამშობიაროში. და აქედან გამომდინარე, მე ყოველ წელს ჩემი არდადეგები მთელი 3 თვე ხდებოდა და ვატარებდი სოხუმში ბებიასთან. 25 მაისს ვამთავრებდი სკოლას და მე მგონი 26-ში უკვე მივფრინავდი, ან მატარებლით მივდიოდი, ან მამას მივყავდი მანქანით. ეს ყველაზე მაგარი დრო იყო, მომზადება და როგორ მიგვეჩქარებოდა სოხუმში. სოხუმი ძალიან ახლოს არის. ახლაც როდესაც ჩავდივარ ზუგდიდში და გავიხედები, ხო, 40 წუთში ხარ სოხუმში. 40 წუთი დაახლოებით არის აქედან ახლა რომ გავიდეთ თბილისის რომელიმე გარეუბანში. მით უმეტეს ამ საცობებში. ხო და ასე ახლოა სოხუმი ჩვენთან. და ყოველ ზაფხულს ვატარებდი ბებიასთან, ძალიან მხიარულად, ძალიან ბედნიერად და 30 აგვისტოს ბრუნდებოდი თბილისში, იმიტომ რომ 1 სექტემბერს მეწყებოდა თბილისში სწავლა. ახლა მოვყვები ზუსტად იმ კონკრეტულ ზაფხულზე, 14 აგვისტო. ეზოში ვისხედით მე, ჩემი და, ჩემი ბიძაშვილები, მივირთმევდით საზამთროს და დაიწყო სროლა. დაიწყო დაბომბვა. ხო, ერთი ის მახსოვს, რომ ჩვენ ბავშვები სასწრაფოდ შეგვიყვანეს სარდაფში, სადაც ბებია კომპოტებს და მურაბებს ინახავდა და კომპოტების და მურაბების მაგივრად ჩვენ აი თაროებზე შეგვმალეს. მერე უკვე, არ ვიცი, როგორ გითხრათ, შიშის ქვეშ მოგვიწია საკმაოდ დიდი დროის გატარება, ღამე გვითვალთვალებდნენ ტყიდან. ჩვენი სახლი, ბებია ჩემი სახლი იყო ჩამბაზე და ძალიან ახლოს იყო ეს სახლი კინოთეატრ აფსნისთან. ზუსტად აფსნისთან დაიწყო ეს პირველი შეტაკება, სადაც რამოდენიმე ადამიანი იქვე მოკლეს და ჩემი ოჯახიდან დათესავები თითქმის ყველა იბრძოდა, მამაკაცები. ბებია მახსოვს აცხობდა ძალიან ბევრ პურს, რომ გაენაწილებინა ჯარისკაცებისთვის და თვითონ იქ მეზობლებისთვის. ახლა ჩვენი გამოყვანა. ჩვენ ადვილად ვერ გამოვიდოდით, არ იყო ასე მარტივი ბავშვების წამოყვანა და დაახლოებით 2 კვირა მოგვიწია ომში ყოფნა. 2 კვირის განმავლობაში, ხო წარმოგიდგენიათ, დაბომბვა, არ ვიცი, ხა, ემოციას როგორ გითხრათ, ახლა როგორ გავიხსენო. სროლა, დაბომბვა, ტყიდან ფანრებით გვითვალთვალებდნენ, ვინ ვიყავით სახლში, მთელ სამეზობლოს. და ერთ დღეს მახსოვს, გამოგვიყვანეს სახლიდან, ბიძაჩემა, მამაჩემა წამოგვიყვანა და ქალები გამოგვიშვეს, პატარა მანქანაში ვისხედით, წინ მიგვიწყოდა ტანკი, რომელმაც მიგვიყვანა აეროპორტში. თვითფრინავში, რა თქმა უნდა, ადგილი არ იყო და ძლივ შევედით ამდენი ხალხი. სულ ქალები, მამაკაცები დარჩნენ და ყველაზე იმ დაბომბვაზე და იმ სროლაზე და იმ 2 კვირაზე ყველაზე მეტად ისეთი მძაფრი კადრი არის ჩემთვის თვითფრინავში, როდესაც შევედით თბილისში, სანამ გამოვფრინდებოდით, თვითფრინავი იყო სავსე ბავშვებით, ქალებით, დაჭრილებით, დაჭრილი ადამიანებით და მიცვალებულებით. ჩვენ მოგვიწია მგზავრობა ცოცხლებს და მიცვალებულებს ერთად. და დედამ მახსოვს მე და ჩემ დას
თვითმფრინავში რომ შევედით და დავინახე მიცვალებულები, თვალებზე ხელი აგვაფარა და ასე თვალზე ხელაფარებული მე და ჩემმა და მაქეთ-იქით ვიმგზავრეთ. ეს ის პერიოდია, როდესაც თვითმფრინავებსაც აფეთქებდნენ, რა თქმა უნდა. არ ვიცოდით ეს თვითმფრინავი გადარჩებოდა თუ აფეთქდებოდა, მაგრამ ჩვენ გადავრჩით. ვიტყვი იმას, როდესაც გავიგე, რომ იღებდნენ ფილმი სოხუმი, დაუფიქრებლად გამოვფრინდი კასტინგზე. და ძალიან მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, თეკლას, ანოს, ბატონ რეჟისორს ბარაბაძეს, გია ბარაბაძეს, რომელიც არ ვიცი, როგორც კი მივედი, აი ეს დღეც ძალიან კარგად მახსოვს და რიცხვი როცა შევედი კასტინგზე და ის დიდი ბედნიერება, როგორც კი გამომატანეს სცენარიც წასაკითხად. და როლი პედაგოგი, მასწავლებელი, ზვიადის მხარდამჭერი, ალბათ ნახავთ ფილმშიც და იცით რა, ამ ფილმში თამაში ჩემთვის არის გამარჯვება. ის ბავშვობაში რაც გამოვიარე, აი დასაწყისში რაც დავიწყე. გავიდა დრო 13 წლის თამუნამ, გაიარა მე მთელი ცხოვრება, გავხდი მსახიობი და ვითამაშე შემდეგ ფილმი სოხუმი. არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია, თუნდაც ამ ფილმში ერთი პატარა გარბენაც კი ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იქნებოდა, იმიტომ რომ ამ ფილმით მე მინდა გავაგონო ხმა იმ ადამიანებს, რომელიც სოხუმში ბევრს ვერც დავემშვიდობე, ისე წამოვედი, ხო? იქ მეზობლებს, მეგობრებს და ჩვენ აუცილებლად ეს ყველაფერი, ეს ფილმი კიდევ ერთი გზავნილია, რომ დაუბრუნდებით და ყველანი შევრიგდებით.